ჩაის მწარმოებელთა ასოციაციამ დარგის განვითარების 3 წლიანი სტრატეგია შეიმუშავა. ასოციაცია განმარტავს, რომ სტრატეგია დარგში არსებული გამოწვევების კომპლექსურ გადაჭრას ისახავს მიზნად და დოკუმენტი უკვე წარუდგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ასოციაციის ხელმძღვანელის თენგიზ სვანიძის თქმით, სახელმწიფო უწყებებთან აქტიური კონსულტაციების შედეგად რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გამოიკვეთა, მათ შორის უახლოეს პერიოდში განიხილება ჩაის შესახებ რეგლამენტის მიღება და საკანონმდებლო ცვლილებები მწარმოებელთა ასოციაციების შესახებ, რაც დარგის წარმომადგენლებს პროცესებში უფრო აქტიურად ჩართვის საშუალებას მისცემს. ეკა გაზელიანი გვერდება დეტალებით, ეკა მოგესალმები და გისმენ. მოგესალმები, ნუცა. დოკუმენტი, რომელიც მომავალ რამდენიმე 3 წელიწადია გათვლილი, მიზნად ისახავს ქართული ჩაის დაბრუნებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პრემიულ ბაზრებზე. კონცეფციაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამის ქართული ჩაის ფარგლებში 2000-ზე მეტი ჰექტარის რეაბილიტაცია უკვე განხორციელდა პლანტაციების, დარგი კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რადგან მხოლოდ ინფრასტრუქტურის აღდგენა საკმარისი არ არის, საჭირო ეკონომიკური მოტივაციის გაზრდა, ტექნოლოგიური ინოვაციები და ბაზარზე წვდომის ახალი მექანიზმები. ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი დაემკვიდროს თავი განსხვავებული მახასიათებლების მქონე მაღალხარისხოვანი ჩაის მწარმოებელ ქვეყნად, რომელიც ორიენტირებული იქნება გურმანებისა და პრემიუმ სეგმენტის მომხმარებელზე. ამისთვის კი მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმების საჭიროებას მოიაზრებს ასოციაცია. ეს არის ფინანსური სტიმულირება, რაც გულისხმობს 70%-იან გრანტებს მცირე გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, კრეფის ვაუჩერებს, მუშახელის და მექანიზაციის დასაფინანსებლად, ასევე საგარანტიო მექანიზმებს საბანკო პროდუქტების მიღებისას და მარკეტინგის ნაწილში ქართული ჩაის ერთიანი ბრენდის შემუშავებას, რათა ერთიანი ვიზუალური სტანდარტი შექმნას და გამოფენებზე იყოს აქტიურად წარმოდგენილი ქართული ჩაი. როგორც ასოციაცია განმარტავს, დოკუმენტი წარედგინა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და უწყების მხარდაჭერაც აქვს რიგი მიმართულებების მიხედვით. გამოიკვეთა რამოდენიმე საკითხი პრიორიტეტი, რომელიც შესრულებად შეიძლება უკვე დავიწყოთ. ეს არის პირველ რიგში ჩაის შესახებ რეგლამენტის მიღება შესაძლებელია. ეს საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტთანაც შეთანხმდა. მზადდება ეს და ალბათ 2-3 თვეში უკვე მიღებული იქნება ეს. მეორე არის ძალიან საინტერესო დარგისთვის საკანონმდებლო კუთხით ქვეყანაში წარმოებელთა ასოციაციების შესახებ კანონის მიღება, რომელიც ასოციაციებს მისცემს საშუალებას, რომ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული დარგების განვითარებაში, მათ შორის ჩაის დარგის განვითარებაში. პლუს ამას მიდის საუბრები დარგისთვის ესეთი დახმარებისათვის, როგორც არის საბრუნავი სახსრების გამოყოფა. მთავარი გამოწვევა დარგისთვის კვლავ რჩება უცხოურ იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენცია, როგორც ასოციაცია აღნიშნავს, მწარმოებლები სერიოზულ გამოწვევებს აწყდებიან რიტეილ სექტორთან ურთიერთობის, ასევე იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციის კუთხით. ადგილობრივ ბაზარზე ხშირად შემოდის მათი განმარტებით დაბალხარისხიანი და არაჯანსაღად გაიაფებული პროდუქცია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი ასოციაცია კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან გეგმავს ამ საკითხის განხილვას და არ გამორიცხავს, რომ შესაძლო დემპინგურ ფასებთან დაკავშირებით სააგენტოს ოფიციალური საჩივრითაც მიმართოს. Importis წილი საკმაოდ მაღალია, თუმცა არის თუ არა დემპინგი თუ ეს არის სხვა ფაქტორებით გამოწვეული, ამას მჭირდება შესწავლა. ჩვენ ამ კუთხით ჯერ შესწავლა არ გქონია, თუმცა არაერთი კონსულტაცია გქონია, როგორც ასოციაციის ფორმატში, ასევე ცალკეულ კომპანიებთან ამ მიმართულებით. რავი, ჩვენ მზადა ვართ, ისედაც მომავალ კვირაში გეგმავთ დემპინგთან საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრას სხვადასხვა ინდუსტრიებთან, სადაც ასევე მსოფლიო საავადმყოფო ორგანიზაციის წარმომადგენელი გვეყოლება, როგორც მოწვეული ექსპერტი და აქტუალური საკითხების განხილვა მოხდება და ნებისმიერ თემაზე ღია ვართ, როგორც ასოციაციის ფორმატში, ასევე ცალკეულ კომპანიების დონეზე შევხვდეთ და მოვისმინოთ მათგან არსებული პრობლემატიკა. ეს არის ალბათ დემპინგური ფასები, ასე ვთქვათ, უხარისხო და შედარებით პროდუქციის შემოსვლა იმპორტზე, როგორც არის აღარ ჩამოუთვლილ ფირმებს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ასე რომ ეს ყველაფერი გადასლახვადია იგეგმება ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოში შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ გავივლით ამ თემას და თუ საჭიროდ ჩავთვლით და დავინახავთ პერსპექტივა, შეიძლება მივმართოთ უკვე ამ დემპინგურ ფასებთან დაკავშირებით. დღეს ქართული ჩაის სხვადრეთი წილი ადგილობრივ ბაზარზე 25%-მდე ასული და დარგში მიიჩნევენ, რომ ზრდის დინამიკა დამაიმედებელია, რაც შეეხება ექსპორტს. ნატურალური ჩაი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში გადის, ხოლო რაც შეეხება უკვე არსებულ სახელმწიფო პროგრამას, საქართველოში უკვე 2000 ჰექტარამდე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია მოხდა, როგორც დარგში განმარტავენ, თუმცა აცხადებენ, რომ ეს საკმარისი აღარ არის, აქცენტი მარკეტინგულ მხარდაჭერაზე უნდა გადავიდეს, რათა რეაბილიტირებული ფართობებიდან მიღებული მოსავალი რეალიზდეს ბაზარზე და გაიყიდოს აქტიურად.
მადლობა ეკა, ეს ეკა გაზდელიანი იყო, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას.